საღამო მშვიდობის თქვენ უსმენთ ნამდვილ ისტორიებს თეონა გეგელიასთან ერთად. დღეს ვილაპარაკებთ იუდაიზმის შესახებ და შევეცდებით უპასუხოთ იმ მთავარ კითხვებს, რაც საკმარის წარმოდგენას შეგიქმნით ებრაელი ხალხის რელიგიის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც გვისმენს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს. მადლობა მათაც, ვინც გადაწყვეტს ჩვენს ფინანსურ მხარდაჭერას. მათთვის ბმული არის როგორც ამ ვიდეოს აღწერაში, ასევე არხის აღწერაშიც. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ყველა მიცის, რომ იუდაიზმი ებრაელი ხალხის რელიგია, მაგრამ ბევრმა არ იცის ის თუ რით განსხვავდება ის სხვა ნაციონალური რელიგიებისგან. მაგალითად, რატომ არ აქვს მორწმუნე ებრაელს უფლება წვიმიან ამინდში გულგით იაროს, რა არის სინაგოგა და ბოლოს და ბოლოს როდის მოვა მესია. იუდაიზმის მიღების ორი გზა არსებობს. ერთი ეს არის დაბადებით, თუ დედა ებრაელია და მეორე გიურის საშუალებით. გიური ეს არის არაებრაელის მიერ იუდაიზმის მიღების რიტუალი. ამით განსხვავდება იუდაიზმი სხვა ნაციონალური რელიგიებისგან, ზოროასტრიზმისგან და იაპონელების სინტოიზმისგან. სინტოიზმის ან ინდუიზმის მიღება არ შეიძლება. ამ რელიგიებს შეიძლება მიეკუთვნებოდეთ დაბადების უფლებით. იუდაიზმის მიღება კი შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის იოლი საქმე. ტრადიციის მიხედვით, როდესაც ადამიანი პოტენციური პროზელიტია, პროზელიტი ნიშნავს იმას, რომ შენ ახალ რელიგიას იღებ, მას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობენ უარი ათქმევინონ ამ ნაბიჯზე. ესეც იმიტომ, რომ პროზელიტმა უნდა აჩვენოს თუ რამდენად მტკიცეა მისი მხრიდან ახალი აღმსარებლობის მიღების გადაწყვეტილება. და აი ამ პროცესში, როცა უნდათ რომ გადაათქმევინონ მას გადაწყვეტილება, ეუბნებიან. აი რა გინდა რომ გახდე იუდეველი? ხომ ხედავ რომ ეს ხალხი დამცირებული და დაჩაგრულია ყველა სხვა ხალხზე მეტად. რა უბედურებები არ ტრიალებს მათ თავს. მიუხედავად იმისა, რომ პროზელიტის ეს ტრაქტატი შექმნილია მეორე საუკუნეში, ეს კი ის დროა, როდესაც რომის ხელისუფლება სამაგიეროს უხდის ებრაელებს მათი მორიგი აჯანყების გამო პალესტინაში და უკრძალავს იუდეური რიტუალების ჩატარებას, ეს გაფრთხილება აქტუალური იყო სულ ცოტა მე-20 საუკუნის შუა წლებამდე. პროზელიტი, რომელიც გამოავლენდა საჭირო სიმტკიცეს, სპეციალური რიტუალის გავლის შემდეგ ხდებოდა ებრაელი ხალხის ნაწილი. ამგვარად, პროზელიტისთვის ებრაული ცხოვრება იწყება გიურიდან. გიურის დროს ქალები და კაცები რიტუალურად უნდა განიბანონ სპეციალურ აუზში, რომელსაც ჰქვია მიგვა. კაცებისთვის აუცილებელია წინადაცვეთაც. ამ რიტუალს ჰქვია ბრიტ მილა. ესა უძველესი ტრადიცია და ბიბლიის თანახმად უკავშირდება აბრაამს, პირველ ებრაელს, რომელმაც მისი და ღმერთის შეთანხმების აღსანიშნად პირველმა ჩაიტარა ეს რიტუალი. აბრაამი იყო 99 წლის, შესაბამისად არასდროს არის გვიან გახდა ებრაელი. ებრაულ ოჯახში დაბადებული ბიჭების წინადაცვეთა ხდება მათი დაბადებიდან მერვე დღეს. სასიცოცხლო ციკლის შემდეგი მნიშვნელოვანი ადათია ბარ მიცვა. ბიჭებს მისი გავლა უწევთ, როდესაც 13 წლის ხდებიან. ამ დღიდან მამრობითი სქესის წარმომადგენლები ითვლებიან საკმარისად დიდებად იმისთვის, რომ დაიცვან იუდაიზმის ყველა კანონი. მსგავსი ადათი არსებობს 12 წლის გოგოებისთვისაც და მას ჰქვია ბატ მიცვა. ის შედარებით მოგვიანებით გაჩნდა მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე და თავდაპირველად მას აღნიშნავდნენ მხოლოდ ლიბერალურ რელიგიურ წრეებში, რომ დროის სულისკვეთების შესაბამისად ქალების უფლებები გაეთანაბრებინათ კაცების უფლებებთან. თავიდან მას ყავდა ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ ნელ-ნელა გადაიქცა საყოველთაოდ მიღებულ რიტუალად და დღეს რელიგიური ოჯახების უმრავლესობაში მასაც აღნიშნავენ. ბარ მიცვას დროს ბიჭი ცხოვრებაში პირველად საჯაროდ კითხულობს წმინდა წიგნის თორას თავს. ბატ მიცვა თემის ლიბერალურობის ხარისხზეა დამოკიდებული და ეს ან თორას მამახლა კითხვა, ან მოგრძალებული ზეიმი ოჯახურ წრეში. ყველა მიცის, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული დეკალოგი, ბიბლიის 10 მცნება, მაგრამ იუდაიზმი თავის მიმდევრებს უფრო მკაცრ მოთხოვნებს უყენებს. მათ უნდა დაიცვან 613 ცნება. ტრადიციის თანახმად მათგან 365 წელიწადის დღეების რაოდენობას იმეორებს ამგრძალავი შინაარსისა. დანარჩენი 248 ადამიანის სხეულის ორგანოების რაოდენობა დირექტიული ხასიათისაა. იუდაიზმი არაებრაელებს ფაქტობრივად არაფერს თხოვს გარდა ნოეს შთამომავლების 7 მცნების შესრულებისა. იგულისხმება ნოეს შთამომავლებში, როგორც ჩანს, მთელი კაცობრიობა.
კერძოდ არაებრაელების მხრიდან იუდეველებისთვის მიუღებელია კერპთაყვანისმცემლობა, მკვლელობა, ქურდობა, სისხლის აღრევა და საკვებში ცოცხალი ცხოველისთვის მოჭრილი ხორცის გამოყენება. ასევე მათ აქვთ მოთხოვნა სამართლიანი საკანონმდებლო სისტემის დაწესების. მე-12 საუკუნეში ცხოვრობდა დიდი ებრაელი ბრძენი მაიმონიდი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის არაებრაელები, რომლებიც ამ კანონებს დაიცავენ, მოხვდებიან ღმერთთან სასუფეველში ებრაელებთან ერთად. ბევრმა იცის, რომ ებრაელები არ ჭამენ ღორის ხორცს, მაგრამ კვებითი აკრძალვები იუდაიზმში მხოლოდ ღორის ხორცით არ შემოიფარგლება. აკრძალული პროდუქტების სია საკმაოდ დიდია. ეს ჩამონათვალი არის ბიბლიურ ლევიტელთა წიგნში. ღორის გარდა აკრძალულია აქლემის ხორცი, აფრიკული მიწის კურდღლის ხორცი, ფრინველის უმრავლესობა და თევზი განის გარეშე. საკვების იუდეური აკრძალვები მწვავე კამათის საგანია ხოლმე, მაგრამ იუდაიზმის თვალსაზრისით ეს აკრძალვები არის მოცემულობა, რომელშიც აზრი არ აქვს რაღაც რაციონალური მარცვლების ძებნას. მაგრამ ყველა ძალიან ცნობილი ბრძენი ებრაელიც კი ცდილობდა რაღაცით აეხსნა ეს ყველაფერი. მაიმონიდი ამტკიცებდა, რომ ებრაელებისთვის აკრძალული საკვები მავნე იყო ჯანმრთელობისთვის. კიდევ ერთი ცნობილი ბრძენი, რომელიც 1 საუკუნით გვიან ცხოვრობდა, ნახმანიდი ამბობდა, რომ არა, ასეთი საკვები პირველ რიგში ვნებს სულს, რომ მაგალითად მტაცებელი ფრინველის ხორცი ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე. მორწმუნე ებრაელის გარეგნობის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია თმის კულულები, საფეთქლებთან ჩამოშლილი გრძელი ხვეული თმა. საქმე ის არის, რომ ერთ-ერთი მცნება უგრძალავს კაცებს საფეთქლებთან თმის შეჭრას. მართალია თმის სიგრძე განსაზღვრული არ არის, მაგრამ დამოკიდებულია კონკრეტული თემის ტრადიციებზე. სამწლამდე ბიჭებისთვის თმის შეჭრა საერთოდ არ არის მიღებული, ხოლო გათხოვილმა ქალებმა თმა არამხოლოდ უნდა შეიჭრან, ზოგიერთ თემში კი სრულად უნდა გადაიპარსონ, არამედ თავსაფრის ქვეშ უნდა დამალონ. ზოგიერთ თემში თავსაბურავების ნაცვლად ნებადართულია არიკის ტარება. სხვებთან კი ესეც მკაცრად არის აკრძალული, რადგან ხელოვნური თმაც შეიძლება უცხო მამაკაცებისთვის საკმაოდ მიმზიდველი და გამომწვევი იყოს. იუდაიზმის ერთ-ერთი მთავარი მცნებაა შაბათის პატივისცემა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა სამყაროს შექმნა 6 დღის განმავლობაში, მე-7 დღეს კი საქმეებისგან დაისვენა. იუდეველებმა ღმერთს უნდა მიბაძონ და შაბათი გაათავისუფლონ ყოველდღიური საქმიანობისგან. ეხლა რა ტიპის საქმიანობაა შაბათს აკრძალული? ნაწილი ბიბლიაშიც არის ჩამოთვლილი. მაგალითად, არ შეიძლება ცეცხლის დამთება, ცხვრის გაპარსვა, კარვის გაშლა. უფრო გვიანი აკრძალვებიც გამომდინარეობს ამ ბიბლიური აკრძალვებიდან. არ შეიძლება შუქის ანთება, ცეცხლის ანალოგიით, კოლგის გაშლა, რადგან ის კარავს გავს, წვერის გაპარსვა და ასე შემდეგ. აღმოსავლეთ ევროპის ებრაულ დასახლებებში აუცილებლობის შემთხვევაში შაბათს აკრძალული სამუშაოების შესასრულებლად მიყავდათ ხოლმე მეზობელი ქრისტიანები. შაბათს არ შეიძლება ასევე მიცვალებულის დაკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციით გარდაცვლილი რაც შეიძლება მალე უნდა მიაბარო მიწას. მაგრამ არასწორია გავრცელებული აზრი იმის შესახებ, თითქოს შაბათის დარღვევა არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში. პირიქით, საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად არათუ შეიძლება შაბათის დარღვევა, არამედ აუცილებელიცაა. იუდაიზმში არსებობს წარმოდგენა, რომ ერთ დღესაც სამყაროს მოევლინება მხსნელი, იდეალური მეფე დავითის შთამომავალი, რომელიც ძველი დროით მე-11 საუკუნეში მეფობდა. მესია, ივრითულად მაშიახი, ნიშნავს მირონცხებულს. საუკუნეების განმავლობაში ებრაელები მის მოსვლას უკავშირებდნენ ხოლმე საკუთარი კატასტროფული ყოფის შეცვლის იმედს, ისრაელის წარსული დიდების აღდგენას და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას. ისტორიის მონაკვეთს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ბოლოდან 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე ებრაულ ტრადიციაში განიხილავენ როგორც გალუტის დროს, განდევნის დროს. სხვადასხვა ტრაგიკული გარემოებების გამო ებრაელების უმრავლესობა იძულებით ცხოვრობდა იმ მიწისგან შორს, რომელიც მათი რწმენით ეკუთვნოდა მათ. ღმერთს და პირველ ებრაელს აბრაამს შორის შეთანხმებით, აღთქმის თანახმად. აქედან მოდის ფრაზა აღთქმული მიწა. ეს მესიანური მოლოდინები მძაფრდებოდა ხოლმე პოლიტიკური კატაკლიზმების პერიოდებში. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანების აზრით მესია უკვე მოვიდა. ესაა იესო ქრისტე, ნაზარეთიდან. ებრაელებს თავის ისტორიაში ამგვარი მესიის როლზე რამდენიმე პრეტენდენტი ჰყავდათ.
ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ეს იყო შიმონ ბარ კოხბა. ეს იყო დიდი ანტირომაული აჯანყების მეთაური ჩვენი წელთაღრიცხვის 131-135 წლებში. აჯანყება რომაელებმა ჩაახშეს. ებრაელები განდევნეს იერუსალიმიდან, ხოლო იუდეის პროვინციას სწორედ მაშინ უწოდეს სირია-პალესტინა. მე-17 საუკუნეში 1648 წელს ებრაელმა შაბტაი ცვიმ თავი მესიად გამოაცხადა. მოაგროვა ბევრი მიმდევარი, რადგან იმ დროს იუდეველები საშინლად იყვნენ შევიწროვებულები და დასტრესილები უკრაინაში სასტიკი დარბევებით და როგორც არასდროს ისე ელოდნენ მხსნელს. შაბტაი ცვიმ ბოლოს სიკვდილით დასჯის შიშით ისლამი მიიღო. მე-18 საუკუნეში მესიად თავი კიდევ ერთმა ებრაელმა გამოაცხადა, ეს იყო იაკობ ფრანკი. მას მიმდევრები გაუჩნდა პოლონეთში. 1759 წელს ბევრ მიმდევართან ერთად მანაც მიიღო კათოლიციზმი. ცხადია, ყველა ამ ადამიანთან დაკავშირებით ებრაელებს იმედები გაუცრუვდათ, ამიტომ ისინი განაგრძობენ ლოდინს და ხსნელს ელიან. იუდეური ბიბლია ქრისტიანულის იდენტური არ არის. ქრისტიანული შედგება ორი ნაწილისგან, ძველი და ახალი აღთქმისგან. ძველი აღთქმა, რომელშიც 39 წიგნია, გავს იუდეურ ბიბლიას. მაგრამ წიგნებს იქ ცოტა სხვა თანმიმდევრობა აქვთ, ზოგიერთებს კი განსხვავებული რედაქცია. თავად იუდეველები წმინდა ტექსტს თანახს უწოდებენ. ეს არის აბრევიატურა, რომელიც მისი ნაწილების პირველი ასოებისგან შედგება. იუდეურ კონტექსტში ძველ აღთქმას, როგორც სახელწოდებას არ იყენებენ, რადგან იუდეველებისთვის ღმერთთან მათი აღთქმა ერთადერთია და აქტუალური. სიტყვა, რომლითაც იუდაიზმში ხშირად მოიხსენიებენ წმინდა წერილს, ეს არის თორა, კანონი. ამ ტერმინს სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებენ. ასე უწოდებენ ბიბლიის პირველ 5 წიგნს, მოსეს 5 წიგნეულს. მაგრამ ზოგჯერ მთლიანად ბიბლიასაც და იუდეურ კანონებს მთლიანობაში. თალმუდი ებრაულ ენაზე ნიშნავს სწავლებას. ის იუდაიზმში არის არამხოლოდ ძალიან სქელტანიანი წიგნი, არამედ ეს არის ებრაული შუა საუკუნეობრივი აზრის ძეგლი, იუდაიზმის იურიდიული, ეთიკური და რიტუალური წესების კრებული. თალმუდის ტექსტები, ეს არის ბრძენი ავტორიტეტების დისკუსიები ცხოვრების სხვადასხვა სფეროს სხვადასხვა საკითხზე. მიწათმოქმედებაზე, რელიგიურ დღესასწაულებზე და რიტუალებზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, სისხლის სამართალზე და ასე შემდეგ. მოცულობით თალმუდი ბიბლიაზე რამდენჯერმე დიდია და ავსებს მას. თალმუდის მაღალ სტატუსს იუდაიზმში უზრუნველყოფს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მას საფუძვლად უდევს ზეპირი კანონი, ზეპირი თორა, რომელიც, როგორც თავად თორა, სინაის მთაზე ღმერთმა უბოძა წინასწარმეტყველ მოსეს. თორა ნაჩუქარია წერილობითი ფორმით, ზეპირი თორა კი ზეპირი სახით. სწორედ ზეპირი ფორმით გადაეცემოდა ის თაობიდან თაობას, მას განიხილავდნენ და განმარტავდნენ ბრძენი ფილოსოფოსები, ვიდრე ის არ ჩაიწერეს საბოლოოდ. თანამედროვე იუდაიზმი არ არის ერთგვაროვანი მოვლენა, ყველაზე ტრადიციული ორთოდოქსული იუდაიზმის გარდა არსებობს სხვა უფრო ლიბერალური მიმართულებები. სხვადასხვაგვარია ორთოდოქსული იუდაიზმიც. მე-18 საუკუნეში აღმოსავლეთ ევროპაში გაჩნდა განსაკუთრებული მიმდინარეობა ხასიდიზმი. თავდაპირველად ის ტრადიციულ იუდაიზმს უპირისპირდებოდა. მისი მიმდევრები მიისწრაფოდნენ არა იმდენად ღმერთის ინტელექტუალური შეცნობისკენ და ამიტომ კი არ სწავლობდნენ წმინდა წერილს, არამედ უფრო ემოციური მისტიკური შეცნობისკენ. თავის მხრივ ხასიდიზმიც იყოფა მიმართულებებად და მათგან თითოეული უკავშირდება ამა თუ იმ ქარიზმატულ ლიდერს, ცადიკს. ცადიკებს მიმდევრები თვლიდნენ მართალ წმინდანებად, ღმერთს და ადამიანებს შორის შუამავლებად, რომლებსაც სასწაულების მოხდენა შეეძლოთ. ხასიდიზმი საკმაოდ სწრაფად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ ევროპაში, ლიტვის გარდა, სადაც ამას ხელი შეუშალა ებრაელების სულიერმა ლიდერმა, გამოჩენილმა რაბინმა ელიახუ ბენ შლომო ზალმანმა. ის დიდი ავტორიტეტი იყო ორთოდოქსი ებრაელებისთვის. ასე შეარქვეს ხასიდიზმის მოწინააღმდეგებს ლიტვაკები, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობდნენ. დროთა განმავლობაში წინააღმდეგობებმა ხასიდებს და ლიტვაკებს შორის იმწვავე დაკარგა და დღეს ისინი საკმაოდ მშვიდად თანაცხოვრობენ. უფრო ლიბერალური მიმდინარეობა, ეგრეთ წოდებული რეფორმირებული იუდაიზმი, გაჩნდა მე-19 საუკუნის გერმანიაში. მისი მიმდევრები ცდილობდნენ ებრაული რელიგია უფრო ევროპული გაეხადათ და ამით დახმარებოდნენ ებრაელების ინტეგრაციას ევროპულ საზოგადოებაში. მათ შეცვალეს ღვთისმსახურების ენა ივრითიდან გერმანულზე. ღვთისმსახურებისას იყენებდნენ ორღანს და არ ლოცულობდნენ ებრაელი ხალხის პალესტინაში დაბრუნებაზე.
რეფორმისტი რაბინების ჩაცმულობაც კი იმდენად გავდა ლუთერანელი ბრლების ჩაცმულობას, რომ შეიძლება ისინი ერთმანეთისგან ვერს გაგერჩია. რეფორმიზმის რადიკალური მიმდევრები იმასაც კი ემხრობოდნენ, რომ დასვენების დღე შაბათიდან კვირაზე გადაეტანათ. სწორედ ამ რეფორმისტული იუდაიზმის ფარგლებში გაჩნდა 1930-იან წლებში პირველი ქალი რაბინი და დღეს მათთან ერთნაირ სქესიანთა ქორწინებებიც კი დაშვებულია. რეფორმიზმი პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. რეფორმისტული თემები არსებობენ ევროპაშიც, ლათინურ ამერიკაშიც და ისრაელშიც, მაგრამ იქ ისინი ნაკლებად პოპულარულები არიან. მე-20 საუკუნის დასაწყისში შეერთებულ შტატებში წარმოიქმნა კონსერვატიული იუდაიზმი. მათ დაიკავეს ნიშა ორთოდოქსებს და რეფორმირებულებს შორის. კონსერვატორები ემხრობოდნენ უფრო ზომიერ და ნელ გარდაქმნებს, ვიდრე რეფორმისტები. ისინი მოითხოვდნენ ღვთისმსახურების ენად ივრითის შენარჩუნებას, კვებაში აკრძალვების დაცვას და შაბათის შენარჩუნებას. მოგვიანებით კონსერვატიულ იუდაიზმში გაჩნდა წინააღმდეგობრივი ტენდენციები. ზოგიერთი მისი მიმდევარი ცდილობდა რეფორმისტებთან დაახლოებას. სხვები პირიქით ორთოდოქსებისკენ მიიწევდნენ. დღეს იუდაიზმის კონსერვატიული ვერსია ჯერ კიდევ საკმაოდ პოპულარულია შეერთებულ შტატებში, ისრაელში კი მათი თემები მცირე რიცხოვანია. სიტყვა სინაგოგა ბერძნულად ნიშნავს შეკრებას. ეს არის შენობა, სადაც კოლექტიურად კითხულობენ ლოცვებს და იკრიბებიან რელიგიურ ცერემონიებზე წასასვლელად. სინაგოგა შეიძლება იყოს ბევრი, ხოლო ტაძარი იუდაიზმში არის მხოლოდ ერთი და დღეს ის საერთოდ არ არსებობს. ბოლო იერუსალიმის აღდგენილი მეორე ტაძარი ჩვენი წელთაღრიცხვის 70 წელს დაანგრიეს რომაელებმა, როდესაც დიდ იუდეურ აჯანყებას ახშობდნენ. ივრითზე სინაგოგას უწოდებენ ბეთ კნესეთს, შეკრების სახლს, ტაძარს კი ბეთ ელოჰიმს, ღმერთის სახლს და მთავარი სხვაობაც მათ შორის სწორედ ამაშია. უბრალო ადამიანებისთვის ტაძარში შესვლა არ შეიძლებოდა. იქ მხოლოდ ღვთისმსახურები იყვნენ, დანარჩენებს ჰქონდათ უფლება ყოფილიყვნენ ტაძრის ეზოში. იქ ყოველდღიურად მსხვერპლს წირავდნენ ისრაელის ღმერთს და ეს იყო სატაძრო მსახურების მთავარი ფორმა. სხვა აბრაამულ რელიგიებს თუ შევადარებთ, ქრისტიანობას და ისლამს, ქრისტიანული ტაძრები თავიანთი მოწყობით და ფუნქციით უფრო ახლოს არიან იერუსალიმის ტაძართან და სწორედ ის იყო მათთვის ნიმუშიც. მუსლიმების სალოცავი შენობები, მეჩეთები კი უფრო სინაგოგას გავს. სინაგოგური შენობები სტილისტურად ძალიან მრავალფეროვანია. ჩვეულებრივ სინაგოგები იყოფა კაცების და ქალების ზონებად, თუ ეს არ არის რომელიმე ლიბერალური მიმდინარეობის სინაგოგა. იერუსალიმისკენ მიმართულ კედელში არის არონ ხაკოდეში, წმინდა კიდობანი, რომელიც მოგვაგონებს კარადას. მასზე კარის ნაცვლად ფარდა არის ჩამოფარებული. მასში არის სინაგოგის მთავარი განძი, თორა, მოსეს ხუთწიგნეულის პერგამენტის ერთი ან რამდენიმე გრაგნილი. მას იღებენ, შლიან ხოლმე და კითხულობენ ღვთისმსახურების დროს სპეციალურ კათედრაზე, ბიმაზე, რაც ივრითზე ნიშნავს ამაღლებულ ადგილს. სინაგოგურ ღვთისმსახურებაში მთავარ როლს ასრულებს რაბინი, რაც ივრითზე მასწავლებელს ნიშნავს. რაბინი ეს არის განათლებული ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა რელიგიურ კანონებში და თემის რელიგიური ლიდერია. ორთოდოქსულ თემებში რაბინი შეიძლება იყოს მხოლოდ კაცი. რეფორმისტულსა და კონსერვატიულში როგორც კაცი, ასევე ქალი. რომაელების მიერ დანგრეული ტაძრის აღდგენა იუდაიზმში ძალიან მნიშვნელოვანი იდეაა. სწორედ მას დასტირიან იერუსალიმში გოდების კედელთან. ეს კედელი არის ერთადერთი ფრაგმენტი, რომელმაც იმ სატაძრო კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია. პრობლემა ის არის, რომ ტაძრის აშენება მხოლოდ იმავე ადგილზე შეიძლება. ტაძრის მთაზე, იქ კი დღეს მუსლიმების სიწმინდეებია. იუდეველებს ჯერათ, რომ ტაძარს მაინც აღადგენენ მხსნელის გამოცხადების შემდეგ. ტაძრის პატარა მაკეტებს, რომლებსაც სუვენირების მაღაზიებში ყიდიან, ხშირად აქვს ოპტიმისტური წარწერა. იყიდეთ ახლა, თორემ ტაძარს მალე აღადგენენ და ფასები გაიზრდება. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ებრაელი ხალხი ღმერთის რჩეულია, არის ერთ-ერთი ცენტრალური წარმოდგენა იუდაიზმში. როდესაც ებრაელ ხალხს ღმერთი თავის კანონს თორას ჩუქნიდა, მან თქვა, მღვდელთა სამეფოდ და წმინდა ერად მეყოლებით. თალმუდური ტრადიციის თანახმად არჩევის აქტი არ იყო ცალმხრივი, არამედ ორმხრივი. თალმუდის ბრძენთა განმარტებით ღმერთი თორას სხვადასხვა ხალხს სთავაზობდა, მაგრამ ის მხოლოდ ებრაელებმა მიიღეს. თუმცა მეორე, იმავე თალმუდური ვერსიით, ებრაელი ხალხის თანხმობა ღმერთმა ძალის გამოყენებით მიიღო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ღმერთმა დახარა კლდე, რომლის ქვეშაც იდგა ხალხი და ამის შემდეგ მათ თქვეს, რომ ყველაფერს, რაც ღმერთმა უთხრა, გააკეთებდნენ და დაემორჩილებოდნენ. მაგრამ ამ რჩეული ხალხის სტატუსს მოყვა არა იმდენად პრივილეგიები სხვა ხალხებთან შედარებით, ამდენადაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ღმერთის წინაშე.
ებრაელები თავს გადამხდარ უბედურებებს ხსნიდნენ ცნებების შეუსრულებლობით. თუმცა მათ სწამთ იმის, რომ ბოლო ჟამს მესიის მოსვლის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება საფუძველშივე. ღმერთი მომთმენია, მისი სიყვარული კი რჩეული ხალხის მიმართ უცვლელი. თქვენ რა იცით ებრაელი ხალხის რელიგიური წესჩვეულებების შესახებ, იუდაიზმის შესახებ? მოგწერეთ კომენტარებში, მანამდე კი გამოიწერეთ ზღარბი და დაელოდეთ ახალ ისტორიებს.